სანამ ბიძინა ივანიშვილი ასე თამაშობს, წარმოუდგენელია მისი დამარცხება ჩემი აზრით. ამიტომ მე ესე ვუყურებ, რომ ჩემი მთავარი ამოცანა ამ სიტუაციაში ვერ იქნება ჩემი კოლეგა ოპოზიციონერების გამოსწორება. მე ვერ დაუპირისპირდები იმ რესურსებს, რაც ბიძინა ივანიშვილს გააჩნია, მაგრამ მე მინდა რომ უბრალოდ ეს ქვეყანა დავაზღვიო იმ მომენტისთვის, როდესაც ამ ბიძინა ივანიშვილს მობეზრდება ის, რასაც აკეთებს. ან სხვადასხვა ფაქტორის გამო, რა ვიცი, ასაკში შედის კაცი და ხვდებით, რომ რაღაცა ცუდად გახდა დაუშვათ. რაღაცა სხვა ისეთი გარემოება მოხდა. საერთაშორისო ფაქტორები, ნებისმიერი სხვადასხვა ფაქტორები, როდესაც ჩვენ ეს არსებული წესრიგი მოიშლება. რა ხდება იმ დროს? ჩვენ ხო ამაზე არავის არ გვიფიქრია. ხვალ რო ეს მოხდეს, ჩვენ ხო გამზადებული პასუხი არ გვაქვს. აი ეს ამდენი ბოღმა დაგროვილი ქართულ საზოგადოებაში, ამდენი დაპირისპირება, ამდენი ლანძღვაგინება ერთმანეთთან. უკვალოდ ხო არ ჩაივლის. ბიძინა ივანიშვილი ვირტუოზულად თამაშობს თავის პარტიას, მას ფაქტობრივად ეს დანარჩენი ხალხი ან სისულელით, ან შეთანხმებით ექვემდებარებიან და ზოგადად ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ არასოდეს უკეთესი იდეა არ გაჩნდეს. ჩემი ამოცანა ხდება ის, რომ შემდეგ არჩევნებამდე საზოგადოებას ვაჩვენო, როგორ წარმომიდგენია ეს ქვეყანა ბიძინა ივანიშვილის შემდეგ. არსებობდეს გეგმა, რომ აი ბიძინა ივანიშვილის შემდეგ ჩვენ გვინდა ასეთი საქართველო. სადაც ასე იქნება ხელისუფლება გადანაწილებული, კი არ დავიწყებთ დევნას და დაჭერას ერთმანეთს და ასე შემდეგ. არამედ, აი მოდით გადავხედავთ კრიტიკულად საკუთარ წარსულს და ვიფიქრებთ იმას, რომ კიდევ შემდეგი მართლობა არ შემცვალოთ ახალი ერთპიროვნული მართველი. აი პოსტ ბიძინური ეპოქისთვის დაცული არ ვართ. იმიტომ რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დღეს პოლიტიკაში მოძრაობს, ჩვენს გარდა ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით მზად არის თვითონ და ყველაფერს გაკეთებს იმისთვის, რომ თვითონ აღმოჩნდეს ამ ვერტიკალის სათავეში. ჩვენ კიდე არ გაგვაჩნია იდეა, როგორ ვაბალანსებთ ამ ვიღაცას, ვისაც შემთხვევით ეს ძალაუფლება კონცენტრირებული და კიდევ უფრო მეტად კონცენტრაცია ხდება, ხო? ქართული ოცნების პირობებში ამ ძალაუფლების ვიღაცას ხელში ჩაუვარდება. თუ ჩვენ არ მოვიფიქრებთ ისეთ მექანიზმს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხელიდან ხელისუფლების გავარდნის შემთხვევაში თვითონ დაიცვას. თუ ამ ახალმა სქემამ თავად ბიძინა ივანიშვილის დაცვა ვერ შეძლო, ის ვერც მე ვერ დაგიცავს, ვერც თქვენ ვერ დაგიცავთ. ვერავის ვერ დაიცავს იმ ახალი მოსული ერთპიროვნული მმართველისგან, რომელიც შეიძლება შემთხვევით მოვიდეს, იმიტომ რომ კოკა სულ წყალს არ ატარებს. საერთოდ არ მინდა გამოსავლის გარეშე ეგეთი ტიპის ცვლილება მოხდეს, რომ კიდევ ერთხელ რაღაც წრეზე წავიდეთ.